მარტივი, იგივე რუმინული დედლიფტი. რატომ არის ეს ვარჯიში საუკეთესო და როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად? საუკეთესო ვარჯიშია ბარძაყის ბიცეპსის გასავითარებლად, საჯდომის კუნთის გასავითარებლად და წელის კუნთების გასაძლიერებლად. თუმცა ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელია, ამიტომ იმისთვის რომ ტრამვის რისკები თავიდან ავიცილოთ და იყოს შედეგიანი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი სწორად შესრულება. დგავთ ფეხებს მხრების სიგანეზე, ზურგი შეკრულია, კერძი ამოწეული და მუცელი დაჭიმული. პირველი მოძრაობა არის hip hinge, როდესაც თეძო გადის უკან. თეძო უკან, ვიხრებით წინ. ხედავთ რომ მწონები მაქვს ფეხებთან ძალიან ახლოს, შეგიძლიათ ფეხებთან ჩაასრიალოთ. თუ გვინდა რომ მეტი აქცენტი გადავიტანოთ საჯდომზე, ოდნავ დავუშვათ საჯდომი დაბლა. ამოვდივართ, ვიხსნებით თეძოს სახსაში და ვჭიმავთ საჯდომს. კიდევ გაჩვენებთ ამოწეული მკერდით, გადავიხარე წინ, რაც უფრო თეძო გადის უკან, მით მეტად იწელება საჯდომის კუნთი და ერთვება ვარჯიშის დროს. ამოსვლა. აფეთქებით ამოსვლა საკმაოდ ეფექტურია. ასევე გაშეშება კუნთის შეკუმშვის დროს. თუ გვინდა აქცენტის გაკეთება ბარძაყის ბიცეპსზე, მუხლის სახსარი ამ შემთხვევაში ნაკლებად იხრება. დაშვებული შეცდომები, რაც არ უნდა გაიმეოროთ, პირველი, როდესაც წონები დაშორებულია ფეხს, ამ შემთხვევაში გადავიდა დატვირთვა წელზე და ჰამსტრინგებზე. შემდეგი შეცდომა, როდესაც მხრები ჩამოყრილია, კერძი ჩავარდნილი და წელი უკვე არ არის სწორ პოზიციაში, დატვირთვა მიდის წელზე. მესამე შეცდომა, როდესაც პირდაპირ ვჯდებით მუხლებში. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, დამიწერეთ კომენტარებში, რომელი ვარჯიში განვიხილოს შემდეგ ვიდეოში, თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ ამ ვარჯიშთან დაკავშირებით და პერსონალურ ვარჯიშებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში.